ხელნაწერი არასდროს ჰქონია, მისი სახელია იოანე ზოსიმე, როგორც თავაწერს იოანე ფრიად ცოდვილი ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს უნიკალური საგანძური შემატა. კრისტის აუქციონზე $1,000,000 ფუნტად შეძენილი უძველესი წიგნი მალე საქართველოში იქნება. ხელნაწერი, რომელიც ბინას საქართველოს ოქროს ფონდში დაიდებს არამეულ ენაზე სახარებათა ყველაზე ადრეული ტექსტების დამოწმება, რომელიც რამდენიმე საუკუნის შემდეგ ქართველმა ბერმა ქართული ანბანით ხუცურით გადაწერა და დაამოწმა. სასულიერო მწერალი, ჰიმნოგრაფი, მთარგმნელი, გადამწერი, ამკინძველიც და მომხატველიც. ეს ქართველი ბერია, რომელიც ჯერ პალესტინაში, შემდეგ კი ეგვიპტეში სინას მთაზე მოღვაწეობდა. დამარხულა არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად, რათა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა. ამ სიტყვების ავტორის არათუ წიგნი, არამედ ერთი ფურცელიც კი არასდროს ჰქონია საქართველოს. ახლა თბილისში ჩამოდის სინას მთის კოლექციის მე-5-მე-7 საუკუნეების არამეული და ქართული ტექსტები, რომლებიც მე-10 საუკუნეში იმავე წიგნში იოანე ზოსიმემ გადაწერა. ამ უნიკალური ხელნაწერის ყველა ფენა საგანძურია, მათი გაშიფრვა და შესწავლა კი მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის მნიშვნელოვანი. ქართული საგანძური, რომელიც ქართულ მიწაზე პირველად მოხვდება, საღვთისმეტყველო მწერლობის უნიკალური ნიმუშია. ამიტომაცაა, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე იოანე ზოსიმეს უძველესი ხელნაწერის შეძენას და საქართველოსთვის გადაცემას განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა. წერილი კათოლიკოსის ხელმოწერით სიხარულთან ერთად მადლიერებასაც გამოხატავს, რომლის ადრესატიც ბიძინა ივანიშვილია. ბევრ წარმავალ მოვლენაზე მაღლა დგას, გადაივლის ყველაფერი და ასეთი საუნჯეები, რაც საქართველოს შეუქმნია ისტორიულად და მათ შორის ესაც, რაც შევიძინეთ, მარადიულად დარჩება. და უნდა ითქვას, რომ სხვა მრავალ ქველმოქმედებასთან ერთად, რაც ბატონმა ბიძინამ ეს ნაბიჯი გადადგა, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი გვირგვინი არის ის მიერ გაკეთებული საქმეების და მადლობას უხდით, ეს მადლობა პატრიარქის წერილშიც გამოჩნდა. ვიდრე მე-5 საუკუნეში არამეული, მე-10-ში კი ხუცური ანბანით დაწერილი წიგნი საქართველოს კუთვნილებაში მოხვდებოდა, დიდი გზა განლო. ჯერ კიდევ 1883 წელს ალექსანდრე ცაგარელის ცნობებით იოანე ზოსიმეს პალიმსესტი სინის მთაზე ირიცხებოდა 91 ნომრად. ამის შემდეგ კვალი ქრება და მეცნიერების ერთი ნაწილის ვერსიით კაიროს, მეორე ნაწილის აზრით კი ალექსანდრიის შავი ბაზრით წიგნი წმინდა მიწას ტოვებს. მოგვიანებით მას შეძლებული ევროპელების კერძო კოლექციებში ხვდებით. იოანე ზოსიმეს ხელნაწერების ფურცლები დღემდე მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავშია გაბნეული. იქნება ეს ლაიფციგისა თუ პრინსტონის უნივერსიტეტების ბიბლიოთეკები, პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკა, ბირმინგემი, გიოტინგემი თუ სხვა. კრისტის აუქციონის შემდეგ საქართველოში ის პირველად დაიდებს ბინას. დამწუხარო, მაგრამ ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც სიძველეებს ძირითადად უყურებენ როგორც ანტიკვარულ ნივთს და ასე ვთქვათ, იტაცებენ, იპარავენ, გააქვთ, ყიდიან და ბედნიერი შემთხვევა, როცა ის საქმის მცოდნე და მისი ფასის დაღირებულების მცოდნე კოლექციონერის ხელში აღმოჩნდება. ყოველი ასე ვთქვათ, ახალი ფორმა ან მთლიანადელი ხელნაწერი ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ამ წიგნს ღირებულება აქვს უფრო მასშტაბური. ეს არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ამ უძველესი ხელნაწერის თავგადასავალი მართლაც გრძელი იყო და ქართველი ბერების წმინდა მიწაზე მოხვედრის სურვილს უკავშირდებოდა. გავრცელებული ცნობებით, იოანე ზოსიმე სხვა ბერებთან ერთად სინას მთაზე იერუსალიმის საბაწმინდის მონასტრიდან მოხვდა. არაბთა შემოსევის შემდეგ უსაფრთხო ადგილის ძიების პროცესში. იქ კი სხვა ბერებთან ერთად წერდა და კინძავდა ტექსტებს და პალიმსესტებს. ამასთან ნაწილს საქართველოს ტერიტორიაზე გზავნიდა, მათ შორის იერუსალიმის კალენდრებსაც. ქართულ საეკლესიო კალენდარმა ნოემბრის გიორგობა, რომ დღემდე შეინახა, სწორედ იოანე ზოსიმეს დამსახურებაა. თავად ფაქტი იმისა, რომ ეს ქართულ არამეული არის ეს ხელნაწერი, საინტერესოა იმით, რომ აჩვენებს იმ მულტიკულტურულ გარემოს, რაშიც ეს ხელნაწერი იქმნებოდა, რომ ეს ქართველებიც აი ახლო აღმოსავლეთის მრავალრიცხოვანი ქრისტიანების, ქრისტიანული თემების შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფი იყო. ასე რომ ხელნაწერი მრავალმხრივ საინტერესოა, ერთი შინაარსი და მეორე აი მისი უშუალოდ როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის თავგადასავალი, ამისი აღდგენა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ხელნაწერის მნიშვნელობა ორ კომპონენტზე გადის: სიძველეზე და ღირებულებაზე. იოანე ზოსიმეს პალიმსესტი კი ორივე კუთხით საინტერესოა, განსაკუთრებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერებისთვის, რომლებიც ზუსტად ახლა ლიტურგიულ ჰიმნოგრაფიულ კრებულზე მუშაობენ და სინის მთის კოლექციები მათი დასკვნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ფილოლოგიის დოქტორი ეკა დუღაშვილი გვახსენებს, რომ ყოველი ახალი ხელნაწერი ენათმეცნიერების კონკრეტულ სფეროში გარდატეხას ახდენდა. ამიტომ მოლოდინი აქვს, რომ შესაძლოა იოანე ზოსიმეს ამ ტექსტმა ღიად დარჩენილ კითხვებს უპასუხოს.
შეიძლება ისეთი მნიშვნელობის იყოს, რომელმაც აი ამ სინური ხელნაწერების კვლევის საქმეში სულ ახალი საფეხური აჩვენოს. შეიძლება შეავსოს ის, რაც ნაკლია, ხო, ნაკლულოვანია და რაღაცა გვაკლია. რაობაზე, რა თქმა უნდა, ასე მეცნიერული დასაბუთებით საუბრა არის ახლა ძნელია აპრიორი. იოანე ზოსიმეს მიერ ქრისტეს ენიდან ქართულად გადაწერილ ქრისტიანულ ტექსტებს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს კულტურული, საეკლესიო, სამეცნიერო თუ რელიგიური თვალსაზრისით. საჯარო პოლიტიკის ექსპერტების ნაწილი კი პოლიტიკურ-სოციალურ დატვირთვაზეც საუბრობს. ქვეყნისთვის არის დიდი მოვლენა და სოციალური მოვლენა, თავისი ალბათ პოლიტიკური მნიშვნელობითაც. თვითონ ის აქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოხდა ამ წიგნის ყიდვა და ალბათ საქართველოში ყველაზე მსხვილი და მასშტაბური მეცენატი ბიძინა ივანიშვილის დიდი წვლილი იქნება და დარჩება ეს ისტორიას, რომ მან ეს ჩამოუტანა ქვეყანას. სინის მთის პალიმფსესტი ყველაფერთან ერთად შესაძლოა თავად იოანე ზოსიმეს მიერ საღვთისმეტყველო მწერლობაში გაწეული ღვაწლის საფუძვლიანი შეფასებისთვის გახდეს მნიშვნელოვანი ფაქტორი. მეცნიერების ნაწილი მისი წმინდანად შერეცხვის აქტუალობაზეც კი აკეთებს აქცენტს. ჯერ იყო ოცნება იოანე